როგორ უნდა მივხვდეთ მშობლები თუ ბავშვს რაღაცა ფსიქიური დარღვევა აქვს ბავშვობაში და დროულმა ჩარევამ თუ შეიძლება რომ ეს პრობლემა გადაჭრას? ბევრი სხვადასხვა ნიშანია მისი. თავარი არის ის, რომ როგორღაც მშობლების წარმოდგენა ამასთან იყოს ასე ვთქვათ, კვალიფიციური მშობელს კონდეს წარმოდგენა, ასე ვთქვათ, ფსიქიკური ჰიგიენის თაობაზე, რასაც ქვია ის, რომ გარკვეული წარმოდგენები და შეხედულებები და ვთქვათ, ინსტრუმენტები მასთან დაკავშირებით ბავშვი, ვთქვათ, ასაკთან შესაბამისობაში ვითარდება, გარემოსთან ადეკვატურია, გარემოსთან სინქრონიზებულია თუ პირიქით გარემოსთან კონფლიქტის რეჟიმშია. რაღაც ესეთ წარმოდგენები აუცილებლად და განათლება ამ მხრივ ფსიქიკური სფეროს თაობაზე, ფსიქიკური ჰიგიენის თაობაზე აუცილებელია ნებისმიერი მშობლისთვის. Რა თქმა უნდა, არის გარკვეული ტიპის პრობლემები, რომელსაც დროული ინტერვენციით და დროული ჩარევით მაქსიმალური ნიველირების, ვთქვათ, მაქსიმალური გაქრობის რესურსი აქვს და ამ დროს დროული ჩარევა, სპეციალისტის ჩარევა, ხას უსვამს სპეციალისტის და არა თვითმკურნალობის და არა ინტერნეტში მოძიებული მასალების და არა მეგობარს ასე ქონდა და ეს მოუხდა. მეცალს გეტყვით და არა სხვა რომელიმე პროფილის ექიმთან კომუნიკაციებით, ხო? იმიტომ რომ დღეს სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში ეს სტიგმა არსებობს. ფსიქიკური პრობლემების, ფსიქიატრთან ურთიერთობის სტიგმა, აი ეს მოცემულობა არის. ახლა ვერ გავექცევით ამას ვერსად, ამას ვერანაირი ერთჯერადი, ვთქვათ, აქციებით ვერ დავძრავთ. როგორც ძალიან ბევრი ჩვენი პრობლემის წამალი აქაც დევს განათლებაში, საგანმანათლებლო თემაში. ძალიან ხშირად ჩვენ ვერ ვძვით მარტო პრობლემის ერთ ნაწილს და არა მიზეზს, რამაც ეს პრობლემა დაძრა, იმიტომ რომ კი შეიძლება ჩვენ რაღაცა თქვათ იგივე სოციალური გარემოსთან დეზადაპტაციის და სოციალურ გარემოსთან კონფლიქტის პრობლემა მოვაგვაროთ, მაგრამ თუ კი ამ კონფლიქტის მიზეზები არ მოვაგვარეთ, პრობლემა არსად არ წავა, პრობლემა თავის დროს ელოდება და მე მოგვიანებით თავს იჩენს. ბავშვობის თავარი რა არის? ბავშვობის ასაკში არის ბევრი შესაძლო რისკი და ბევრი შესაძლო მდგომარეობა, რომელიც დროული ჩარევის შემთხვევაში ქრება აბსოლუტურად და არ აისახება მოგვიანებით ასაკში. ანუ ბავშვის ქცევაზე, ბავშვის ხასიათზე, ბავშვის სულიერ სამყაროზე გავლენას ვერ ახდენს, ხო? თუ არის ეს ყველაფერი დროულად და ეფექტურად დასმული პრობლემა. ამიტომ პრობლემის დასმას აი ხშირად გაიგონიათ, რომ უცნაური ბავშვია, შეიცვალა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა აქ რაღაცა კონკრეტული ფსიქიკური დიაგნოზია, მაგრამ აუცილებლად ჭირდება, რომ მშობელმა სწორი აქცენტები დასვას, აი შეხედოს, რომ რაღაც ეს ისე არ არის, როგორც უნდა იყოს და არ დააბრალოს იმას, რომ ბაბუამისიც ასე იყო და მე ესე იგი კაიკაცი გამოვიდა, ასე არ არის. ეს ამაში არაფერი სამარცხვინო არ არის აბსოლუტურად პირიქით. ეს არის პრევენცია ძალიან ბევრი პრობლემის. იმიტომ რომ ახლა სწორად დასმული პრობლემა, სწორად იდენტიფიცირებული პრობლემა არის ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი წინაპირობა, ასე